კოდორის ხეობა იყო ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ადგილი აფხაზეთის კონფლიქტში. 2007 წლისთვის ეს იყო ფაქტობრივად ერთადერთი ზონა აფხაზეთში, რომელსაც თბილისი პირდაპირ აკონტროლებდა და ამიტომაც მას დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. 2007 წლის 20 სექტემბერს კოდორის მიმართულებით მოხდა სპეცოპერაცია, რომელსაც მედია და სხვადასხვა წყარო კოდორი 2007-ს ან ბოხუნჯარას ინციდენტს უწოდებს. ოფიციალური ვერსიით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა განახორციელეს ოპერაცია შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ქართული მხარის განცხადებით გეგმავდა დივერსიულ მოქმედებებს და საფრთხეს ქმნიდა გზისთვის და უსაფრთხოებისთვის. შეტაკების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და რამდენიმე პირი დააკავეს. მოგვიანებით ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ დაღუპულები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ოფიცრები იყვნენ. ეს დეტალი მაშინვე გახდა მთავარი სადავო წერტილი, რადგან რუსეთის მხარემ კატეგორიულად უარყო ბრალდებები და ინციდენტი სხვანაირად წარმოადგინა. რუსეთის პოზიცია იყო, რომ შეტაკება მოხდა აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე და წარმოადგენდა ქართული მხარის პროვოკაციას. ქართული მხარე კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო კანონის აღსრულების ოპერაცია და უსაფრთხოების ღონისძიება. ამ განსხვავებულმა შეფასებებმა ინციდენტი სწრაფად გადაიყვანა სამხედრო ეპიზოდიდან საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე. ამ საკითხზე მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია, UNOMIG ჩაერთო ფაქტების დადგენის პროცესში. გაეროს განცხადებებში ფიქსირდება, რომ ინციდენტი რეალურად მოხდა, იყო მსხვერპლი და მიმდინარეობდა გარემოებების შესწავლა, თუმცა მხარეებს შორის შეფასებები მაინც მკვეთრად განსხვავდებოდა. ოპერაციის კონტექსტიც მნიშვნელოვანია. იმ წლებში საქართველო აქტიურად ცდილობდა ნატოსთან დაახლოებას, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა უკვე დაძაბული იყო. ამიტომაც კოდორის ინციდენტი ბევრმა აღიქვა როგორც უფრო დიდი დაპირისპირების ნაწილი და არა უბრალოდ ერთი ლოკალური შემთხვევა. რამდენიმე თვეში ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა და 2008 წლის ომის შემდეგ კოდორის ხეობა საბოლოოდ დაიკარდა. მაგრამ 2007 წლის სპეცოპერაცია მაინც დარჩა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ეპიზოდად, რადგან ის დაკავშირებული იყო რუსეთის სამხედრო ოფიცრების დაღუპვასთან და მას დიდი პოლიტიკური ეფექტი მოჰყვა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ერთი მკაფიო ხაზიც. 2007 წლის ინციდენტზე არსებობს ოფიციალური აღწერები, დიპლომატიური რეაქციები და საერთაშორისო მონიტორინგის მასალებიც. ანუ ამ ნაწილში ბევრი რამ დოკუმენტირებულია და ფაქტობრივ ჩარჩოში ჯდება. მაგრამ ისტორიის ყველაზე რთული ნაწილი იწყება გაცილებით მოგვიანებით. 2012 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, დაიწყო ძველი პერიოდის ძალოვანი საქმეების გადახედვა და რამდენიმე მონაწილე სხვადასხვა საგამოძიებო პროცესში აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა 2013 და განსაკუთრებით 2014 წლის ტრაგიკული ამბები, როცა რამდენიმე ადამიანი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მომდევნო ნაწილში გადავიდეთ ზუსტად ამ ქრონოლოგიაზე. ვინ დაიბარეს დაკითხვებზე, რა ვიცით გარდაცვალებებზე ოფიციალურად და სად იწყება კითხვები, რომლებზეც საზოგადოებას ჯერაც არ აქვს მკაფიო პასუხები. 2007 წლის კოდორის ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. 2008 წლის აგვისტოში დაიწყო რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება. ამ ომის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ კოდორის ხეობა გახდა. რუსეთის სამხედრო ძალებმა და აფხაზურმა ფორმიებებმა ხეობა დაიკავეს. საქართველოს ძალებმა ტერიტორია დატოვეს. ზემო აფხაზეთი, რომელიც მანამდე თბილისს ეკავა, სრულად გადავიდა რუსეთის მხარდაჭერილი ძალების კონტროლის ქვეშ. ამ მოვლენამ რამდენიმე შედეგი მოიტანა. პირველი იყო ტერიტორიული დანაკარგი, მეორე სიმბოლური დარტყმა. კოდორი აღარ იყო საქართველოს კონტროლირებადი სივრცე, ხოლო 2007 წლის ოპერაცია დარჩა როგორც ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი, როდესაც ქართულმა მხარემ ტაქტიკურ დონეზე წარმატებას მიაღწია. ამის შემდეგ რამდენიმე წელი შედარებით სტაბილურად გავიდა, თუმცა პოლიტიკურ დონეზე დაპირისპირება გაგრძელდა. 2012 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ხელისუფლება შეიცვალა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ძალაუფლება არჩევნების გზით გადავიდა ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეზე. ხელისუფლების ცვლილებას თან მოჰყვა უსაფრთხოების სექტორის გადახედვა. დაიწყო სხვადასხვა საქმის გამოძიება, რომელიც ეხებოდა 2004-2012 წლების ძალოვან სტრუქტურებს. გარკვეული პირები დაიკითხნენ, ზოგიერთი დააკავეს, ნაწილი კი სხვადასხვა საგამოძიებო პროცესში აღმოჩნდა. ამ პროცესში მედიის ნაწილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კოდორის 2007 წლის ოპერაციის მონაწილეებიც დაიბარეს დაკითხვებზე.
ოფიციალურად ეს დაკითხვები უკავშირდებოდა სხვა საქმეებს, თუმცა ოპერაციის დეტალები და მონაწილეთა ვინაობა ისევ გახდა აქტუალური. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. როდესაც ხელისუფლება იცვლება და იწყება წინა პერიოდის უსაფრთხოების ოპერაციების გადახედვა, ეს ბუნებრივად ზრდის საჯარო ინტერესს იმ პირების მიმართ, ვინც იმ ოპერაციებში მონაწილეობდა. მაგრამ ამავე დროს ეს ქმნის რისკსაც, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე ეხება გეოპოლიტიკურად მგრძნობიერე თემას და რუსეთთან დაპირისპირების ეპიზოდს. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ მერიტორიკამაც გარკვეული ცვლილება განიცადა. ახალი ხელისუფლება საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციაზე და დაძაბულობის შემცირებაზე. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ წარსულის მოვლენები გაქრა დღის წესრიგიდან. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ შემდეგი ეტაპი. 2013 წლის ბოლოს და განსაკუთრებით 2014 წელს მოკლე პერიოდში გარდაიცვალა რამდენიმე პირი, რომლებიც სხვადასხვა წყაროში კოდორის ოპერაციასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ოფიციალურ ვერსიებით ეს იყო ცალკეული შემთხვევები. ავტოკატასტროფა, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობა, მაგრამ დროითი კონცენტრაცია ბევრისთვის საკმარისი აღმოჩნდა კითხვების გასაჩენად. მომდევნო ნაწილში დეტალურად გავივლით ამ გარდაცვალებებს, თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შეფასების გარეშე. შემდეგ უკვე დავუბრუნდებით კითხვას, სად მთავრდება ფაქტი და სად იწყება ვერსია. 2007 წელი. კოდორის სპეცოპერაცია დასრულებულია. 2 რუსი სამხედრო ოფიცერი ლიკვიდირებულია, დაკავებულია რამდენიმე პირი. საქართველო აცხადებს, რომ ეს იყო კანონის აღსრულების ოპერაცია. რუსეთი აცხადებს, რომ ეს იყო თავდასხმა. ამ მომენტიდან ერთი რამ ცხადია, ინციდენტი მხოლოდ ლოკალური შეტაკება აღარ იყო. ის გახდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ეპიზოდი. რუსეთისთვის ეს იყო საჯარო დამცირება. ოფიცრები, რომლებიც ოფიციალურად სამშვიდობო მისიასთან იყვნენ დაკავშირებული, აღმოჩნდნენ შეიარაღებული ჯგუფის შემადგენლობაში. საქართველოსთვის ეს იყო მტკიცებულება, რომ რუსეთი პირდაპირ მონაწილეობდა აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო აქტივობაში. ამ ინციდენტიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო 2008 წლის ომი. კოდორის ხეობა საბოლოოდ დაიკარგა, მაგრამ ისტორია ამით არ დასრულებულა. ახლა გადავდივართ 5 წლის შემდეგ. 2012 წელი. საქართველოში იცვლება ხელისუფლება. უსაფრთხოების სექტორში იწყება მასშტაბური გადახედვა. იძიება 2004-2012 წლების პერიოდის სპეცოპერაციები. იბარებენ ყოფილ მაღალჩინოსნებს. იბარებენ სპეცდანიშნულების თანამშრომლებს. საჯარო წყაროების მიხედვით, კოდორის ოპერაციაში მონაწილე პირებიც დაიბარეს დაკითხვებზე. ეს არის დადასტურებული ფაქტი. მოხდა დაკითხვები, მოხდა ძველი საქმეების გადახედვა. და სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე მძიმე ნაწილი. 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში ფიქსირდება რამდენიმე გარდაცვალება. სახელები, რომლებიც მუდმივად ჩნდება მედიაში: ალექსანდრე დანელია, სერგო უბილავა, შალვა თათუხაშვილი, ივანე ივანიძე, ზვიად ლაგვილავა. ოფიციალური მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთ შემთხვევაში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიება, მეორე შემთხვევაში ღვიძლის ციროზი, მესამე სუნცქვის მწვავე უკმარისობა, მეოთხე ავტოკატასტროფა, მეხუთე ტექნიკური გაუმართავებით გამოწვეული აფეთქება. ფორმალურად ეს 5 ცალკეული საქმეა. ოფიციალურად არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც მათ ერთიან სერია დაკვალიფიცირებს. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: არის თუ არა ეს უბრალოდ ტრაგიკული დამთხვევა? თუ არის რაღაც საერთო ხაზი? ფაქტი ასეთია: ყველა ეს ადამიანი მედიაში და სხვადასხვა წყაროში დაკავშირებულია კოდორის 2007 წლის ოპერაციასთან. ფაქტია ისიც, რომ მათი ნაწილი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაკითხვებზე იმყოფებოდა. ფაქტია, რომ ზოგიერთი საქმე საზოგადოების ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა. მაგრამ ასევე ფაქტია, ოფიციალურ დონეზე არც ერთ საქმეში არ დადგენილა უცხო სახელმწიფო სპეცსამსახურის მონაწილეობა. ეს არის რეალური სურათი. ახლა გადავიდეთ ანალიტიკურ ნაწილზე. თუ ვსვამთ კითხვას, არსებობდა თუ არა რუსული მოტივი? პასუხი მარტივია. მოტივი არსებობდა. 2007 წლის მოკლეს 2 რუსი ოფიცერი. ეს იყო საჯარო დამცირება. რუსეთის ოფიციალური პოზიცია იყო მკვეთრი. მოთხოვნა იყო პასუხისმგებლობის დადგენა. მოტივი არსებობს, მაგრამ მოტივი არ არის მტკიცებულება. შემდეგი კითხვა: არსებობს თუ არა ოპერატიული კვალი? აქ სურათი რთულდება. 2010 წელს ბათუმში აფეთქდა დიმიტრი კორძაძის მანქანა. ისიც ასოცირდებოდა კოდორის მიმართულებით მოქმედებებთან. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმე ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, რომელშიც ფიგურირებდნენ აფხაზეთის მიმართულებით მოქმედი პირები. ეს ქმნის პრეცედენტს, მაგრამ 2014 წლის საქმეებზე ოფიციალურად ასეთი კავშირი დადგენილი არ არის. შემდეგი ფაქტორი: დროითი კლასტერი. ერთ წელში რამდენიმე გარდაცვალება ეს სტატისტიკურად იშვიათია. მაგრამ იშვიათი არ ნიშნავს შეუძლებელს. აქ საჭიროა ფრთხილი შეფასება. სპეცდანიშნულების თანამშრომლები არ არიან საშუალო რისკის ჯგუფი. მათი კარიერა, სტრესი, წარსული ოპერაციები ზრდის ზოგად რისკს,
ამიტომ მხოლოდ სტატისტიკაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. პრობლემა შესაძლოა არ იყოს პირდაპირ მტკიცებულების არხონაში. პრობლემა შეიძლება იყოს ინსტიტუციური მდობის დეფიციტში. როდესაც არსებობს დაკითხვები, არსებობს პოლიტიკური პირასპირება, არსებობს გეოპოლიტიკური მოტივი და შემდეგ არსებობს სიკვდილიანობის სერია. საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება კითხვა. და როდესაც ამ კითხვებზე გამჭვირვალე, დეტალური, საჯაროდ დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს, იქმნება სივრცე ეჭვისთვის. აქ უნდა გავმიჯნოთ ორი რაღაც: ბრალდება და კრიტიკა. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ რომელიმე ხელისუფლება პირდაპირ მონაწილეობდა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, თუ ქვეყანაში 5 ყოფილი სპეცრაზმელი მოკლე პერიოდში იღუპება და ყველა მათგანი დაკავშირებულია ერთ სტრატეგიულ ოპერაციასთან, მაშინ სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ შემთხვევების მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიება, არა ფორმალური, არა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით შემოსაზღვრული, არამედ ისეთი, რომ კითხვები აღარ დარჩეს. როდესაც კითხვები რჩება, ინსტიტუტები სუსტდება და სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა. არა ის ვინ ვის აბრალებს, არამედ ის შეძლო თუ არა სახელმწიფომ თავისი ყოფილი თანამშრომლების დაცვა. შეძლო თუ არა მან საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა და თუ ვერ შეძლო, რატომ? მოდით პირდაპირ დავსვათ კითხვა. თუ არსებობდა რუსული მოტივი და არსებობდა დროითი კლასტერი, რატომ არ დადგინდა ეს ოფიციალურად? პირველი პასუხი შეიძლება იყოს მარტივი. იმიტომ რომ მტკიცებულება არ არსებობს. სისხლის სამართალში ეჭვის საკმარისი არ არის. საჭიროა პირდაპირი კავშირი, ოპერატიული მასალა, ფინანსური კვალი, სატელეფონო კავშირები, დამკვეთი და შემსრულებელი. 2014 წლის საქმეებში საჯაროდ მსგავსი ჯაჭვი არ გამოქვეყნებულა. ეს არის ფაქტი. მაგრამ არსებობს მეორე კუთხე. შესაძლებელია გამოძიება ფორმალურად ჩატარდეს, მაგრამ საზოგადოებას მაინც დარჩეს კითხვები. რატომ? იმიტომ რომ ასეთ საქმეებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი. იყო თუ არა შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი. იყო თუ არა ჩართული საერთაშორისო ექსპერტიზა. გამოქვეყნდა თუ არა სრულად ყველა მასალა. თუ პასუხები ამ კითხვებზე ბუნდოვანია, ეჭვი რჩება. ახლა ყველაზე რთული ნაწილი. შეიძლებოდა თუ არა არსებობდეს გარე გავლენა შიდა სისტემაზე. აქ პირდაპირ ბრალდებაზე არ გადავდივართ. ვამყერებთ მხოლოდ ლოგიკურ კითხვას. თუ 2012 წლის შემდეგ უსაფრთხოების სტრუქტურებში დაიწყო რესტრუქტურიზაცია, თუ შეიცვალა ხელმძღვანელები, თუ შეიცვალა პოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ პროცესში გარკვეული ფაილები, სიები, სახელები გახდა უფრო ხელმისაწვდომი. ეს არის თეორიული კითხვა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ასეთი კითხვები ბუნებრივია. ახლა განვიხილოთ მეორე მხარე. თუ ვამბობთ, რომ რუსული კვალი შესაძლებელია, უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსგავსი ოპერაციები, თუ მართლაც არსებობდა, მოითხოვდა რთულ ლოგისტიკას, სისტემურ თვალთვალს, ინფორმაციის ზუსტ გადაცემას, ადგილობრივ გარემოში ოპერირების შესაძლებლობას. ეს არ არის სპონტანური პროცესი. და თუ ასეთი რამ მოხდა, ის ვერ მოხდებოდა სრულიად შეუმჩნევლად. ამიტომ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. შეიძლება პრობლემა იყოს არა მხოლოდ გარე საფრთხე, არამედ შიდა კონტროლის სისუსტე. აქ მივდივართ ინსტიტუციურ კრიტიკამდე. სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა თავისი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი მონაწილეობდნენ სტრატეგიულ ოპერაციებში. თუ ასეთი ადამიანები მოკლე პერიოდში იღუპებიან და საზოგადოებაში რჩება ეჭვი, ეს უკვე უსაფრთხოების პრობლემაა. არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა კონკრეტული უცხო კვალი დადგენილი. პრობლემა თავად ეჭვის მასშტაბშია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – ინფორმაციული სიცარიელე. როდესაც სახელმწიფო არ განმარტავს დეტალებს, ამ სიცარიელეს ავსებს ვერსიები. ვერსიები კი ყოველთვის უფრო ხმამაღალია ვიდრე ოფიციალური პრესრელიზი. თუ არ არსებობს ღია, სრულფასოვანი, საზოგადოებისთვის გასაგები ანგარიში, დარჩება სივრცე კონსპირაციისთვის და კონსპირაცია ხშირად იყვებება მხოლოდ ერთით, არასრული ინფორმაციით. ახლა ყველაზე რთული შეკითხვა. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ორივე ფაქტორი ერთად არსებობდეს – გარე მოტივი და შიდა სისუსტე. ეს არ არის ბრალდება, ეს არის სისტემური ანალიზი. როდესაც ქვეყანა გადის პოლიტიკურ ტრანზიციას, უსაფრთხოების სტრუქტურები განსაკუთრებით მგრძნობელი ხდება. შიდა დაპირისპირება, კადრების გადაადგილება, ძველი და ახალი ჯგუფების კონფლიქტი. ეს ქმნის მოწყვლადობას და მოწყვლადობა ყოველთვის იზიდავს გარე მოთამაშეებს. აქ უნდა ვთქვათ მკაფიოდ. ოფიციალურად რუსული კვალი ამ საქმეებში დადგენილი არ არის. ოფიციალურად თითოეული შემთხვევა ცალკე ტრაგედიად არის შეფასებული.
მაგრამ ასევე ოფიციალურად არ არსებობს ერთიანი საჯარო ანგარიში, რომელიც საბოლოოდ დახურავდა ყველა კითხვას. და სწორედ აქ არის კრიტიკის ადგილი. არა პოლიტიკური ლოზუნგის დონეზე, არამედ ინსტიტუციური სტანდარტის დონეზე. თუ სახელმწიფოს შეუძლია მაღალ რანგის ოპერაციის ჩატარება 2007 წლის, მას ასევე უნდა შეეძლოს 2014 წლის სრულფასოვანი, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება. როდესაც ეს არ ხდება იმ დონეზე, რომ საზოგადოებას ეჭვი აღარ დარჩეს, დაზიანდება ნდობა, და ნდობა უსაფრთხოების სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. ამ ნაწილს დავასრულებთ ერთი ცივი შეფასებით. არსებობს მოტივი, არსებობს დროითი დამთხვევა, არსებობს პოლიტიკური კონტექსტი, არსებობს ინსტიტუციური სუსტი კომუნიკაცია, არსებობს ოფიციალური უარყოფა და არ არსებობს საბოლოო, საზოგადოებრივად დამაჯერებელი დახურვა. ეს ქმნის არა განაჩენს, არანედ მუდმივ კითხვას. და სწორედ ამ კითხვაზე დავასრულებთ მეხუთე ნაწილში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოსთვის დღეს? ახლა შევაჯამოთ ყველაფერი. 2007 წელს მოხდა სპეცოპერაცია. ოფიციალურად წარმატებული, დადასტურებული დოკუმენტებით. 2 რუსი ოფიცერი დაიღუპა. დაკავებულები გადაეცა გაეროს ხაზით. ეს არის ისტორიული ფაქტი. შემდეგ 2012 წელი. ხელისუფლების ცვლილება. უსაფრთხოების სისტემაში რესტრუქტურიზაცია. ძველი საქმეების გამოძიება. დაკითხვები. დაპირისპირება წარსულსა და ახალ პოლიტიკურ კურსს შორის. ესეც ფაქტია. და შემდეგ 2013-19. რამდენიმე ყოფილი სპეცდანიშნულების თანამშრომლის გარდაცვალება. ოფიციალურად სხვადასხვა მიზეზით. არ არსებობს ერთიანი, სასამართლოს მიერ დადგენილი კავშირი ამ მოვლენებს შორის. ესეც ფაქტია. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტი. საზოგადოებაში დარჩენილი კითხვა. რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე მოკლე პერიოდში? რატომ არ არსებობს ერთი, სრულყოფილი, დეტალურად გაშიფრული სახელმწიფო ანგარიში? რატომ არ დაიხურა თემა ისე, რომ ეჭვი აღარ დარჩენილიყო? აქ არის მთავარი პრობლემა. არა მხოლოდ იმაში, იყო თუ არა რუსული კვალი. არა მხოლოდ იმაში, იყო თუ არა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. არამედ იმაში, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ შექმნეს საკმარისი ნდობა. თუ რუსული კვალი არ არსებობდა, ეს უნდა დამტკიცებულიყო იმ დონეზე, რომ ეჭვი აღარ დარჩენილიყო. თუ არსებობდა რაიმე კავშირი, ისიც უნდა გამოძიებულიყო ღიად. როდესაც არც ერთი მხარე არ არის სრულად გამჭვირვალე, რჩება სიცარიელე. და სიცარიელე ყოველთვის ივსება ვერსიებით. ამ თემაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის ინსტიტუტი. სახელმწიფო არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტია. სახელმწიფო არის სტრუქტურა, რომელიც უნდა დაიცვას საკუთარი თანამშრომლები, მოქმედი და ყოფილი. თუ ადამიანი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელიც სახელმწიფოს სახელით ჩატარდა, მისი უსაფრთხოება არ უნდა გახდეს პოლიტიკური ცვლილებების მსხვერპლი. და ბოლოს, არის თუ არა დადასტურებული რუსული კვალი? ოფიციალურად არა. არსებობს თუ არა ლოგიკური საფუძველი ეჭვისთვის? მოტივის, დროის და ისტორიული კონტექსტის გამო, დიახ, კითხვა ლეგიტიმურია. მაგრამ კითხვა არ არის განაჩენი. ამ ვიდეოს მიზანი არ არის ვინმეს დადანაშაულება მტკიცებულების გარეშე. ამ ვიდეოს მიზანია დავაყენოთ სწორი კითხვები, რადგან სახელმწიფო სიძლიერე იზომება არა იმით, რამდენად სწრაფად ხურავს თემებს, არამედ იმით, რამდენად გამჭვირვალედ პასუხობს რთულ საკითხებს. 2007 წლის ოპერაცია იყო სამხედრო წარმატება. 2014 წლის მოვლენები დარჩა გაუხსნელად საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისით. და ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ? არის ეს მხოლოდ ტრაგიკული დამთხვევა, პოლიტიკური ქაოსის შედეგი, გარე ინტერესის ჩარევა თუ ინსტიტუციური სისუსტე? დაწერეთ კომენტარებში.